რატომ აიგნორებენ თქვენს ნათქვამს? იცოდით, რომ ადამიანებს ნაკლებად ესმით თქვენი სიტყვები, მათ ესმით თქვენი ემოციები. შეიძლება უჩვეულო ჟღერს, მაგრამ ახლა აგიხსნით. როდესაც საუბრობთ, ჩვენი ტვინი გადასცემს არა მხოლოდ სიტყვების აზრს, არამედ ემოციურ მდგომარეობასაც. მეცნიერებმა ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს, სადაც მონაწილეებს ერთი და იგივე ფრაზას ეუბნებოდნენ სხვადასხვა ემოციური მდგომარეობიდან წარმოქმნილს. შვიდად გაღიზიანებული სევდიანი და ასე შემდეგ. შედეგებმა აჩვენა, რომ მსმენელის გონება აღიქვამდა არა იმდენად სიტყვების შინაარსს, არამედ ემოციურ მდგომარეობას. ეს დაკავშირებულია ჩვენი სარკისებრი ნეირონების მუშაობასთან, რომელიც გვეხმარება სხვა ადამიანების ემოციების აღქმასა და თანაგრძნობაში. ამიტომ, თუ თქვენი არ ესმით, გიგნორებენ თხოვნას, საქმე შესაძლოა სიტყვებში სულაც არ იყოს, არამედ თქვენს ემოციურ მდგომარეობაში, რომლიდანაც წარმოთქვამთ. ეს შეიძლება იყოს გაღიზიანება, წყენა, შფოთი, აგრესია და ყველაფერმა. ამან კი შესაძლოა მსმენელის ტვინში ჩართოს ერთგვარი დამცავი რეაქცია, რომლის გამოც ის ვეღარ აღიქვამს თქვენს ინფორმაციას. ამიტომ, მანამდე სანამ სწორი სიტყვების შერჩევას დაიწყებდეთ, კითხეთ თავს, როგორ მდგომარეობაში ვარ ახლა.